ხშირად მეკითხებიან ხოლმე ტრენინგის გარეთაც, რომ რა პროგრამებით გავაკეთო, რა სოფტში გავაკეთო პროექტის გეგმა გრაფიკი, ხო? და ამ კითხვაზე ჩემი პასუხი არის ხოლმე, რომ რა სოფტიც გინდა იმაში გააკეთე, რაც გინდა დაფაზე გააკეთე, თუ გინდა Excel-ში გააკეთე, რა ვიცი, Monday-ში, Slack-ში, Jira-ში, MS Project-ში, ბევრნაირი თული არსებობს, მაგრამ შენ თუ გახდები აი ამ გეგმის სულაც შეიძლება გავიცი, მაგრამ მონა, ანუ გეგმის მონა თუ გახდები და პირიქით თუ არის სწავლი, როგორ გამოიყენო გეგმა იმისთვის, რომ პროექტი კარგად მართო, შეიძლება ძალიან გაგიჭირდეს, გინ დაფაზე გააკეთო და გინ Monday-ში და გინ Excel-ში და გინ MS Project-ში, სადაც არ გინდა რომ გააკეთო. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ ხშირად არის ხოლმე, რომ გეგმას აკეთებენ თითქოს რაღაცა ესეთი მონიშნისთვის, რომ გეგმა გვაქვს. მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ გეგმას საერთოდ არ მივყვებით და ჩვენი ყოველდღიური საქმის კეთება აბსოლუტურად ასთენილია რა. და იმ გეგმას მაშინ ჩახედავენ ხოლმე ვინმე რომ მოიკითხავს, რომ სად არის თქვენი გეგმა გრაფიკი და აი აქ გქონია. და საერთოდ არაფერ შუაში არ არის რეალობასთან. ამის აცილება არ შველის, არ რთული, არც Excel-ი, არც პროექტი, ანუ არანაირი სოფტი და თული ამას არ შველის, ამას შველის ჯერ ესეთი გეგმის სწორად აგება და მე იმ სწორად გადახედვა, მუდმივი გადახედვა, რომ თუ რამე შესაძლებელია შევცვალოთ და გეგმა სწორედ მაგაში გვეხმარება რა, რომ კარგად გვაქვს გაწერილი, სწორად გვაქვს გაწერილი და თუ რამე შესაძლებელია, ბარემ სწორად სწორ რაღაცაში შევცვალოთ. ამას ვასწავლით ჩვენს ტრენინგზე, პროექტის მართვის ტრენინგზე, რომ როგორ გავწეროთ გეგმა გრაფიკი ისე, რომ ცოცხალი იყოს. და ცოცხალი იყოს არა მხოლოდ თავში, როდესაც ამას გავაკეთებთ, არამედ მთელი პროექტის მიმდინარეობისას რა. და სიცოცხლეში ცოცხალ გეგმაში გულისხმობთ იმას, რომ ვიცით, რომ სული იცვლება, ვიცით როგორ ვაკეთოთ ეს ცვლილებები და ვიცით, რომ ეს გეგმა იმ მარტო მონიშნვისთვის კი არა გვაქვს, არამედ და ჩეკისთვის, არამედ იმისთვის, რომ მართლა დაგვეხმაროს ჩვენ ყოველდღიურად და ყოველდღიურ თუ მთლიანად პროექტის საქმის კეთებაში.